საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. მას შემდეგ რაც ფუძის ცვლილებაზე, კუმშვაზე და კვეცაზე ვისაუბრეთ, აუცილებელია დავახასიათოთ ბრუნების ტიპები. ანუ ბრუნების ნაირსახეობანი. უკვე თქვენ დარწმუნდით წინა გაკვეთილების მოსმენის დროს, რომ განსხვავებანი ბრუნვის ნიშნებსა და ფუძის მდგომარეობას შორის აშკარად იჩენს თავს ბრუნვის პროცესში. და ეს თავისებურებანი უნდა დაჯგუფდეს იმის მიხედვით, რამდენ სახეობას იძლევა. ესე იგი, რამდენი სახეობა გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი. ჩვენ ამოსავლად ავიღეთ და მოგვიწევს კიდევ ალბათ გამეორება, ახლაც გავიმეორებ, უცვლელი ფუძე წიგნი და შეიძლება ეს იყოს სწორედ ის პირველი ტიპი წიგნი, რომელიც არის თანხმოვანფუძიანი და არის ფუძის მიხედვით სრულიად უცვლელი. ესე იგი, ფუძე უცვლელია და ბრუნვის ნიშნებით სრული სისტემის სახით არის წარმოდგენილი. მაგრამ ისიც თქვით პირველივე ბრუნების შესახებ პირველი საუბრის დროს თქვით, რომ აი ამ ბრუნების დროს როგორც იცვლება ფუძის შედგენილობა და ჩვენ უკვე დავახასიათეთ, რომ ხდება თურმე ფუძეში შეიძლება ხდებოდეს კუმშვა და შეიძლება ხდებოდეს კვეცა, ასევე უკუმშვალ და უკვეცელ ფუძეებში შეიძლება იცვლებოდეს ბრუნვის ნიშანი, თავად ბრუნვის ნიშანი. და აი თქვენ ზოგ სახელმძღვანელოში შეხვდებით იმგვარ დაჯგუფებას, როდესაც ბრუნვის ნიშნების ცვლილებაა გათვალისწინებული და სამი ჯგუფია გამოყოფილი არსებითი სახელის ბრუნების. ანუ სამი ნაირსახეობაა წარმოდგენილი ბრუნების. კერძოდ ეს იქნება აი ეს შემთხვევა, როდესაც ჩვენ აქ გვაქვს ბრუნვის ნიშნები ამ სახით წარმოდგენილი. მეორე ჯგუფი იქნება ის ჯგუფი, როდესაც ბრუნვის ნიშანი წარმოდგენილია, ეს ნიშნავს ნულს, როგორც უკვე დავწერეთ ჩვენ, ეს არ არის აქ ბრუნვის ნიშანი, ეს არის ხმოვანფუძიან სახელებში, ეს ნებისმიერი ძმა, მამა, დედა, წყარო და ცხარე და ასე შემდეგ. როდესაც მოთხრობითში არის მ, მიცემითში არის ს, ნათესაობითში არის ის, ვითარებითში არის ით, მოქმედებითში არის ით, ვითარებითში არის դ და წოდებითში არის ვ. ზოგჯერ აქ შეიძლება იყოს ხმოვანიც, იშვიათად მოკლე სიტყვებში. ეს მერე ცალკე მარწერის დროს გვექნება ამაზე საუბარი. ეს მეორე ტიპად სახელდება ზოგი სახელმძღვანელოში და ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ სამი ტიპიც შეიძლება იყოს და მესამე იქნება ისევ ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვები, ანუ ხმოვანფუძიანი სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ამისგან, მაგრამ განსხვავება მაინც არის. ასევე იქნება მოთხრობითი, ასევე იქნება მიცემითი, ასევე იქნება ნათესაობითი, იქნება ს და აქ უმატებენ ხოლმე სი, ი შეიძლება დაბოლოებულux-ი, ასეთი მაგალითი, თ, д და ვ. ესე იგი, ბრუნვის ნიშანთა სისტემის, როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ესე იგი, ბრუნვის ნიშანთა თანმიმდევრობის სამი ვარიანტი გვაქვს ქართულ ბრუნებაში, ამიტომ შეიძლება ჩვენ დავახასიათოთ ბრუნების ტიპები ამ ბრუნვის ნიშნების მიხედვით, ანუ გამოვყოთ ეს სამი ჯგუფი. რომელია ეს სამი ჯგუფი? პირველი არის ყველა თანხმოვანფუძიანი სახელი, ის კუმშვა არ უშლის ამას, ბრუნვის ნიშანი სრულად იქნება წარმოდგენილი, ყველა თანხმოვანფუძიანი სახელი. მეორე ჯგუფი იქნება ხმოვანფუძიანი, ოღონდ კვეცადი სახელები, აი როგორც შეკვეცილი სახელები ვნახეთ, ძმა, ძმის ტიპი, დღის ტიპი და მესამე ჯგუფში იქნება წარმოდგენილი ხმოვანფუძიანი, ოღონდ უკვეცელი სახელები, ანუ უცვლელი სახელები. აი წყარო სიტყვა რომ ვაბრუნოთ, აი ეს ბრუნვის ნიშნები ექნება და ანუ ის ცალკე ჯგუფში მოექცევა.
მაგრამ აქ გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა, როგორც უკვე შეამჩნევდით თქვენ, რადგან ჩვენ უკვე კუმშვის და კვეცის შემთხვევა გავლილი გვაქვს და ვისწავლეთ, აქ გათვალისწინებულია ის, რომ ეს კვეცადია და ეს უკვეცელი, მაგრამ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის ის, რომ კუმშვადი და კვეცადი ცალ-ცალკე იყოს. ამიტომაც ბრუნების ტიპების განაწილება უკეთესია წარმოადგინოთ უკვე იმ ცოდნის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ კუმშვისა და კვეცის გათვალისწინებით. და აი ჩვენ გვექნება შემდეგი 5 ტიპი. ესე იგი, არა 3 ტიპი, არამედ 5 ტიპი. პირველი მე აღარ დავწერ ამის ფუძეს, იმიტომ რომ უცვლელია. ეს არის თანხმოვანფუძიანი უკუმშველი, პირველი ტიპი. მეორე ტიპი იქნება თანხმოვანფუძიანი კუმშვადი და უკვე ვაბრუნეთ ჩვენ მგელი. ამიტომ მე ამასაც სრულად არ დავწერ, მხოლოდ ერთ მაგალითს დავწერ. მგლის, სადაც შეკუმშულია ფუძე. მეორე ტიპი, ესე იგი, თანხმოვანფუძიანი კუმშვადი. მესამე ტიპი იქნება ხმოვანფუძიანი, რადგან თანმიმდევრულად მივდივართ, უკვეცელი, წყარო და წყაროსი, იქ სადაც უნდა იცვლებოდეს წყალი ან წყაროსი, წყალი-წყაროსი. მეოთხე ტიპი იქნება კვეცადი, ხმოვანფუძიანი, ეს არის უკვე ჩვენ განხილული ძმა და ძმის ეს და გვაქვს მეხუთე ტიპი. ესე იგი, ის რაც უკვე ჩვენ ცოდნა მივიღეთ კუმშვის და კვეცის შესახებ, ანუ ფუძის ცვალებადობის შესახებ, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გამოვყოთ 4 განსხვავებული ხასიათის ბრუნება, ანუ ტიპი და დაემატება ამას კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც სრულად განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მასში ამგვარ სიტყვებში ერთდროულად ხდება როგორც კუმშვა, ისე კვეცა. ანუ შესაბამისი სახელების ფუძიდან ამოიღება ხმოვანი ფუძის შიგნიდანაც და ისინი ხმოვანფუძიანი სახელებია და ბოლო ხმოვანით ჩამოეკვეცება. აი ამისათვის, ამის დასახასიათებლად ჩვენ ავიღოთ, აი ეს არე გამოვიყენოთ და ავიღოთ ქვეყანა სიტყვა, ქვეყანა. ეს ნათესაობეთში ეს სიტყვა იქნება ქვეყნის. ქვეყნის. ანუ შეიკუმშება ახმოვანი ფუძის შიგნით და შეიკვეცება ბოლოკიდური ახმოვანიც, ესე იგი, ქვეყანა სიტყვისა. და ამას ქვია კუმშვად კვეცადის ფუძეები. კუმშვა კვეცა ერთდროულად რომ ხდება. ეს კუმშვა კვეცა მოხდება ნათესაობითსა, მოქმედებითსა და ვითარებითში ერთნაირად. ესე იგი, კუმშვა კვეცა მოხდება სამივე ბრუნვაში, კვეცისგან განსხვავებით, აქ კვეცაც ხდება მასში ვითარებითში, ამიტომ სამ ბრუნვაში იქნება კუმშვა კვეცა წარმოდგენილი და ბუნებრივია ფუძის მდგომარეობა სრულად განსხვავებულია და ამიტომ მეხუთე ტიპად უნდა გამოიყოს აი კუმშვად კვეცადის სახელები. ქვეყანა, ქარხანა, ფანჯარა, მხარე, მოყვარე, მოყვრის, აი განსხვავებული ფონეტიკური შედგენილობა აქვს. მოყვარე სიტყვას დაბოლოებით არის და იქნება ნათესაობეთში მოყვრის. ესე იგი, და ახმოვანზე დაბოლოებული გარკვეული სახელები არის კუმშვად კვეცადი და ისინი ბრუნების დროს ნათესაობითსა, მოქმედებითსა და ვითარებითში გვაძლევს ფუძის კუმშვასაც და კვეცასაც, ამიტომ ისინი განსხვავებულ მეხუთე ტიპში უნდა მოექცეს.
ახლა რომ გარკვეულად შევაჯამოთ ეს თემა, ეს გაკვეთილი, ამისათვის აუცილებელია პირველის ყოვლისა ვიცოდეთ რა დანიშნულება აქვს ამ ტიპებად გამოყოფას სიტყვებისას და შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს ამას მართლმეტყველების და მართლწერისათვის. ქართულ სალიტერატურო ენაში ის წესები, რომლებიც აქ წარმოვადგინეთ კუმშაკვეთისა და შემდეგ ამ ტიპების მიხედვით დავახასიათეთ და დავალაგეთ, ეს არის სავალდებულო წესები, ანუ მატარებლის და მგლის და ვთქვათ მხარის და ასე შემდეგ, მხრის და არა მხარის და ასე შემდეგ ეს პროცესები სავალდებულოა, მაგრამ სხვადასხვა კუთხეში, ქართული მეტყველების სხვადასხვა ქვესისტემაში, ანუ დიალექტებში, კუთხურ მეტყველებაში ეგრეთ წოდებული მოდუნება ხდება ამ კუმშაკვეთის პროცესის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დიალექტებისათვის დამახასიათებელია აი ამ კუმშისა და კვეთის მოდუნება, შეჩერება არ არის ისე გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ ქართულ დიალექტებში და რაც თავარია სალიტერატურო ქართულისგან განსხვავდება. აი იმისათვის რომ ჩვენ ზუსტად დავიცვათ კუმშაკვეთის წესები, ეს მართლმეტყველების და მართლწერის ნორმაა ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ კუმშის და კვეთის წესი და უნდა ვიცოდეთ ბრუნების ტიპები, რათა ჩვენ გაკვეთილის დავალების შესრულების დროს იმ ტიპის მიხედვით ვაბრუნოთ სახელი, რომელთაც არის ის წარმოდგენილი. კუმშატკვეცადი მეხუთე ტიპის მიხედვით, კვეცადი მეოთხე ტიპის მიხედვით, უკვეცელი ხმოვანფუძიანი მესამე ტიპის მიხედვით, შემდეგ თანხმოვანფუძიანებია ცვალებადი ანუ კუმშვადი ფუძე მეორე ტიპის მიხედვით და პირველი ტიპი, როგორც ვთქვით, ფუძე უცვლელია, ოღონდ თანხმოვანფუძიანი. გმადლობთ ყურადღებისთვის.